ამ სამზარეულოს კეთებისას ერთი შეცდომა დავუშვი. მე გაჩვენებთ ამას. მოდი კამერამენ, მოდი. მაგრამ მანამ მაგას გაჩვენებთ. გაჩვენებთ რა მექანიზმები გვაქვს გამოყენებული. კუთხის მექანიზმი, რომელიც იდეალურად ითვისებს სამზარეულოს კუთხეს. გვაქვს ასევე ნიჟარის ქვეშ ჩამონტაჟებული урна. ასევე მექანიზმი. ასევე გვაქვს ჩამონტაჟებული ჭურჭლის სარეცხი მანქანა. მას მოსდევს ისევ მექანიზმი, საბუთლი. ბლუმის მექანიზმი, ამაზეც შეგვიძლია ხაზი გაუსვათ. მაცივარი, რომელიც იდეალურად ერწყმის სტუდიო ტიპის სამზარეულოს. ასევე გვაქვს მაღლა განათებები, კამერამენმა მითითა, ვიტრინები. გვაქვს ჩამონტაჟებული მაღალი მექანიზმი. აქ ახლა გამოვიყენეთ ორი მექანიზმი გამოვიყენეთ. გადავაბით და გამოვიყვანეთ ერთი მაღალი მექანიზმი. შემდეგ გვაქვს ჩამონტაჟებული ბლუმის ორმაგი გაღების მექანიზმი და საწური მექანიზმი. ეს ბლუმის მექანიზმი ისეთნაირად რეგულირდება, რა პოზიციაშიც გვინდა, შეგვიძლია იმ პოზიციაში გავაჩეროთ. და რა თქმა უნდა, რბილი დახურით. მოდი განათებაზეც გავუსვათ ხაზი. განათება სენსორზე გვაქვს. აი აქედან ითება. წკაპ, ხელის დადებით. შემდეგ აი ეს გამწოვი ვაჩვენოთ. ამოსაკრავი გამწოვი. რომელიც აი წინა იერსახეს ისეთნაირად ინარჩუნებს, რომ იდეალური სილამაზე გქონდეს. ასევე გვაქვს აი ეს მონაკვეთი ძალიან საინტერესო. როგორ გამოვიყენეთ კუთხის ადგილი. გვაქვს ასევე ტაბლა მექანიზმი. მიკროტალღურისთვის მაღლა არ გქონდა ადგილი და ჩამოვიტანეთ, ტაბლა ჩავაშენეთ. აქ გვაქვს უჯრები უჩინარ სალასკებზე. კიდე რა გავითვალისწინოთ, ეხლა ამას გეტყვით, იმიტომ რომ აუცილებლად გასათვალისწინებელი აი ეს ძირი აუცილებლად უნდა იყოს შიგნით შეწეული იმის გამო, რომ აი ესე ფეხს რო დავდგავთ, აქ რო დავდგებით ნიჟარასთან, თითის წვეტები უნდა შედიოდეს შიგნით, რომ თავისუფლად და კარგად ვიდგეთ მუშაობის დროს. და გადავალ, კიდე ბევრი რამეა საჩვენებელი, მაგრამ გადავალ იმ შეცდომაზე, რა შეცდომაც დავუშვი. და გაჩვენ, მაგრამ მოიცოთა ხანი კიდე გავჩერდები და აქედან ვაჩვენოთ ირაკლი, აი ეს კუთხე როგორ აგვაქვს. წკაპ. ეს კუთხე როგორ აქვს აფსებული. ესეც მომხმარებლის მხრიდან ბევრია ნაფიქრი ამ ყველაფერზე. შესრულება ჩვენზეა რა თქმა უნდა, მაგრამ ამას დამკვეთიც დიდ მონაწილეობას იღებს და ეს ასახდელებით აჩევზე რა თქმა უნდა. და შეცდომა რაც დავუშვით. აი ეს ჩვენ არ გვეკადრება და არც ჩვენ მომხმარებელს არ ეკადრება. ამიტომ ჩვენ ამ შეცდომას აუცილებლად გამოვასწორებთ. მომავალში აღარ გავაკეთებთ ესეთ რაღაცას და კიდევ თხოვნა, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, იმიტომ რომ მსგავსი საინტერესო ვიდეოები ხშირად ნახოთ. სულ ეს იყო.